მეგობრებო, მოდით ცოტა დესტრუქციულად კი არა, არასტრუქტურირებულად ვისაუბროთ იმიგრაციის პოლიტიკაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ საინტერესო საკითხია, განსაკუთრებით დღეს ძალიან დიდი აქტუალურობით, სარგებლობს ტრამპის ახლად გატარებული პოლიტიკიდან გამომდინარე, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე ის, რომ ანუ ესე ლოკალურად, აი მაგალითად შეერთებულ შტატებში ამ მომენტში არჩეულ პოლიტიკურ ფრთას რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული და კონკრეტულად რა გეგმებს ახორციელებს საკუთარი სახელმწიფოს სამხრეთ საზღვრებზე. მე ვფიქრობ, რომ ცოტა გადაჭარბებულია იმდენად, რამდენადაც ანუ ის ფორმა, რითიც ამ ყველაფერს აკეთებს, ანუ ეს ყველა ვიცით, რომ აი ეს ყველაფერის დეპორტაციის საქმეები, ეს არალეგალური იმიგრანტების დეპორტაციის საკითხები ყველა ადმინისტრაციის დროს გარკვეულწილად ხორციელდებოდა. მილიონობით ადამიანი დეპორტირება ხდებოდა მანამ ტრამპის ადმინისტრაციამდეც, მის პირველ ადამიანს უბრალოდ ის ფორმა, რაც მას აქვს არჩეული, რომ აი ეს ყველაფრის კამერებით გაშუქება, აი ეს რაღაც ოჯახების მთლიანად გადასახლება, თვითონ წესის შეცვლა, რაც ნამდვილად მე ვფიქრობ, რომ სადავო რამდენად კონსტიტუციურია, რომ შეეზღუდათ უფრო გართულ და მიიღება მოქალაქეობის იმდენად, რამდენადაც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებულ ბავშვებს უკვე ავტომატურად აღარ ენიჭებათ მოქალაქეობა, თუ ერთ-ერთი მშობელი მაინც აღარ არის ამერიკის მოქალაქე. ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო რადიკალური პოზიცია აქვს არჩეული, რაც ნამდვილად არ მომწონს ამ ყველაფრის მედიით გაშუქება, მაგრამ მეორე მხრივ რომ შეხედო ეხლა ამ საკითხს, ის ვფიქრობ ხოლმე, რომ აი თქვათ რამდენია, რომ აი თქვათ ქართველიც რამდენი არის, რომ აი ამ საზღვრებთან დგას და ნუ რეალურად ეს ადამიანები ცდილობენ უკეთესი მომავლის შექმნას საკუთარი თავებისთვის და საკუთარი ოჯახებისთვის. უბრალოდ ანუ რეალურად ეს წარმოადგენს ძალიან დიდ პრობლემას და ძალიან ისეთ განსჯად საკითხს და ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ ის იყო. ის დაიწყებდა სწორედ ამას ამასობრივ დეპორტაციას, არალეგალების მიმართ ამასთან დაკავშირებით ხარჯავს ზამბიური მოსაზრება, ხო, ანუ სხვადასხვა შეხედულების ადამიანებს სხვადასხვა შეხედულებები აქვთ. აი მაგალითად, ნაწილი მიიჩნევს აი დასავლური პოზიციებიდან, რომ ვისაუბროთ, ძალიან ბევრი ადამიანი მსჯელობს იმაზე, რომ აი ეს როცა დამთავრდებოდა ეს კოლონიზაცია დაახლოებით მე-20 საუკუნის მეორე ნახევრამდე, აი ეს დეკოლონიზაცია სანამ დაიწყებოდა, ანუ რეალურად დასავლეთმა ძალიან ბევრი წამოიღო აღმოსავლეთიდან, აი ეს უხეშად რო გავყოთ ეს ორი სამყარო და ეხლა ანუ დასავლეთს აქვს რეალური ვალდებულება იმის, რომ ეს ყველაფერი დაუბრუნოს არა, მაგრამ ეხლა მათ მისცეს ეს შესაძლებლობები, იმიტომ რომ აი თუნდაც მაგალითად ინდოეთი როგორც აი ყველაზე პრიმიტიული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, როგორც ინდოეთი იყო დიდი ბრიტანეთის კოლონია და თქვათ უდიდესი რესურსი გაქონდა იქიდან, ასე იყო მთლიანად კოლონირებული აზიის დიდი ნაწილი და თქვათ ეხლა რაღაც გარკვეული მორალური ვალდებულებები აკისრია დასავლეთს. რაც რაღაც მხრივ ნამდვილად სიმართლეს წარმოადგენს, თუმცა მეორე მხრივ ასეთი რამ ხო ყოველთვის იყო, ეხლა მაშინ ნაწილი თუმცა არის აქ უფრო სერიოზული, რაც არის, რაშიც შესაძლოა ამ დეპორტაციების გამართლება სამხედრო თვითმფრინავებით გაშვება ეს ნამდვილად ძალიან ისეთი ულამაზო ფაქტია. კიდევ ერთხელ ამბობ, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან პოზიტიურად ვარ ტრამპის მიმართ განწყობილი და ძალიან დიდი მედებს ვამყარებ ამერიკელების მაგივრად, ნუ ჩვენთვისაც. მაგრამ მეორე საკითხი, ვიდეოს მეორე ნაწილში მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ რეალურად ძალიან ბევრი უსიამოვნო ფაქტორი უკავშირდება აი ამ არალეგალების შესვლას და საზღვრების გახსნას. რასაკვირველია, საზღვრებს იმიტომ ხსნის დასავლეთის ბევრი ქვეყანა, თუნდაც აი დიდი ბრიტანეთს რომ შევჩერდეთ, მაგალითები სწორედ აქედან მინდა მოვიყვანო, საზღვრებს სწორედ იმიტომ ხსნის, რომ კი ანუ არის მოსახლეობაში ეს რაღაც მულტიკულტურალიზმის მომხრე ნაწილი, ემპათიით განწყობილი ნაწილი, რომელიც მზად არის რომ მიიღოს, აი მძიმე პირა, ეხლა მაგალითად ავღანეთიდან რომ გამორბის ხალხი რომ მიიღოს ეს გაჭირვებული ადამიანები და დაეხმაროს საუკეთესი პირობები შესთავაზოს, მაგრამ რეალურად სახელმწიფოს ძალიან დიდი მოგებაც რჩება ამ არალეგალების შეშვებით, როგორც ვიცით, ისინი ასრულებენ შავ სამუშაოს, რასაც ბევრი არ კადრულობს, ასე ვთქვათ, არ მიყვარს ეს ტერმინი, მაგრამ ასეა, იღებენ ბევრად უფრო ნაკლებ ანაზღაურებას, შესაბამისად, მათ აწყობთ სახელმწიფოში აი ეს არალეგალების შეშვება.
თუმცა რეალურად ძალიან დამაზიანებელი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა და გამოიწვია კიდე ტრაგიკული შედეგებიც რაღაც თვალსაზრისით. აი წარმოვიდგინეთ აი ამ მულტიკულტურალიზმს და აი ამ საზღვრების გახსნას, რომელიც რეალურად ორივე მხრისთვის მომგებიანია, დაიმატა პოლიტიკური, სოციალური პოლიტიკური კლიმატი, ეგრეთ წოდებული პოსტმოდერნიზმი, ეგრეთ წოდებული პოლიტკორექტულობა, რომლის ჭრილში არ შეიძლება რომ დაჩაგრულ ჯგუფებზე რაიმე თქვა და ერთ-ერთი დაჩაგრული ჯგუფი ქალების, ფერადკანიანების და ასე შემდეგების გვერდზე არიან ეთნიკური უმცირესობები. არ შეიძლება რომ მათზე ხმა ამოიღო და ეს არის აი ამ თანამედროვე ლიბერალიზმის განუყოფელი ნაწილი. რა შედეგებამდე მიგვიყვანა ამ ყველაფერმა დიდ ბრიტანეთში? შედეგი იყო ის, რომ დაახლოებით 90-იანი წლებიდან 2013 წლამდე 10,000-ობით გაუპატიურებულ გოგონაზე, ბავშვზე არის საუბარი. საუბარია დაახლოებით არაერთხელ კიდევ ყველაფერი ბოლომდე გამოძიებული, მაგრამ საუბარია დაახლოებით 100,000-დან მილიონამდე გაუპატიურების кейსზე, რომელიც ხდებოდა ჩრდილოეთ ინგლისში და ეს ყველაფერი ამაზე დიდი ტრაგედია ერთადერთი აი ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ყოფილიყო ის, რომ ეს ყველაფერი დაიმალათ და სწორედ ასე მოიხსნენ მთავრობა და პოლიცია შეგნებულად მალავდნენ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ამ დანაშაულებს ძირითადად ჩადიოდნენ პაკისტანელი ემიგრანტები, არალეგალები, ემიგრანტები ზოგიერთი ლეგალურადაც ცხოვრობდა და უბრალოდ ამ ყველაფრის მიჩქმალვა ხდებოდა, რომ არ გამოეწვიათ დიდ ბრიტანეთში ეს მასობრივი გამოსვლები აი ამ პაკისტანელების და ზოგადად ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ და ფაქტობრივად რეალურად გაწირეს საკუთარი შვილები, საკუთარი დები, საკუთარი დედები იმისთვის, რომ გამხდარიყვნენ აი ამ ეთნიკური უმცირესობების მსხვერპლები. საქმეები არ გამოიძიეს, აი ამ ავადმყოფურ სქემებს ჩქმალავდნენ, მალავდნენ, არავინ არ იძიებდა და რეალურად ეს ყველაფერი რომ ამოტივტივდა და ამოვიდა ასე ვთქვათ, ფსკერზე, სანამ ამოტივტივდებოდა ძალიან ბევრი, დაიჭერა ძალიან ბევრი ჟურნალისტი, რომელიც ამის გამოძიებაზე მუშაობდა, გააჩუმეს ძალიან ბევრი ადამიანი, ამის ძალიან კარგი მაგალითია ტომი რობინსონი, რომელიც ერთი დიდი თემაა თვითონ ეს ადამიანი, რომელიც დღესაც ციხეშია დაახლოებით ამ საკითხებთან დაკავშირებით. სხვათა შორის დიდი სკანდალი იყო ატეხილი, როდესაც ილონ მასკმა ახლახანს რამოდენიმე დაახლოებით ერთი კვირის წინ 25 წლის იანვარში გააკეთა განცხადება, რომ მოუწოდა ბრიტანულ პარლამენტს რომ გაეთავისუფლებინათ ტომი რობინსონი, იმიტომ რომ ის იჯდა უსამართლოდ. საკმაოდ ისეთი რთული საკითხია ეს ყველაფერი, ანუ არ უნდა დავუკარგოთ აქ უბრალოდ რაღაც რეალობის შეგრძნება და რეალურად აი ყველა სიტუაცია, ყველა ნიუანსის გაშიფრვა და გაანალიზება უნდა მოხდეს. მე არ ვარ არც ერთი ჯგუფის დემონიზირების მომხრე, არც იმათი, არც ამათი, არც პოლიტიკური ჯგუფების დემონიზირების მომხრე არ ვარ ხოლმე ხანდახან, მაგრამ ეს შემთხვევა ის იმდენად კომპლექსური საკითხია, რომ ამ ყველაფრის შესწავლა უნდა მოხდეს განსაკუთრებული სენსიტიურობით.